და ილიას იავუზი. ძველი საიდუმლო. ესე იგი ცხვირიდან სისხლდენა ხშირად აწუხებს. წნევას დააბრალა, მაგრამ ჩემი აზრით მის ტვინში არსებული ანევრიზმის ბრალია. გილოცავ დედა. ჩინარს მალე მოვიშორებთ. ვინ იცის? ჩინარის სიტყვებს არ ვენდობი. შეიძლება გვატყუებდეს. იგონებდეს, რომ ავად არის და კვდება. სიმართლე უნდა გავარკვიოთ. როგორ? წადი და მის ექიმს დაელაპარაკე. მერე ჩვენს ექიმთან მიდი. გავარკვიოთ მართლა შეუძლებელია თუ არა მისი გადარჩენა. კარგი დედა. ეს საქმე მე მომანდე. სეჰერ კეთილი იყო შენი მოსვლა. ამიერიდან ყოველდღე მოხვალ არა? ხომ იცი რომ დედა ჩემი რომ არა ამ კარში ფეხს არ შემოვდგამდი. დედა შენი თავის ოთახშია. ესე იგი სეჰერია ყოველდღე ივლის. არა უშავს. დედა ასია თავის ადგილს მიუჩენს. აქ რას აკეთებ? სირცხვილი სულ დაკარგე? თორგუთი გავაფრთხილე ამ სახლში ფეხს ვეღარ შემოდგამს მეთქი. არ გითხრა? ნიშნულობა არ აქვს შენ რა გინდა. აქედან მხოლოდ მაშინ წავალ თუ ბიძა ჩემი მეტყვის. დედა ჩემის სანახავად მოვედი. ასეთი უსინდისო როგორ ხარ? არც გეშინია და არც ხრცხვენია? ნუ გავიწყდება რომ მე გაგზარდე. ნუ თუ გულის მაგივრად ქვა გაქვს. მამა შენის მკვლელს შეეკარი და ბებია ციხეში გაუშვი. ასეთი რა, როგორ დაუშვი? მიპასუხე. თუმცა რატომ მიგვირს? იმ გველის შვილი ხარ. აი რატომ ხარ ასეთი უგულო? ჩემს შვილიშვილებს შორის ყველაზე მეტად მიყვარდი. ჩემს პირველ სიხარულს გეძახდი. შენი თვალების მჯეროდა. შენი დაძმისთვის დედაც იყავი და მამაც. ამის გამო ვამაყობდი. წლების განმავლობაში ჩემი ნდობით სარგებლობდი. ასეთი გველი როგორ გაიზარდე? რა დაგემართა სეჰერ? და შენ? როგორ შეგეძლო დაგეჯერებინა ის, რაც საკუთარი თვალით არ გინახავს? გულით როგორ ატარე ის საშინელი რისხვა, რომელიც ამ წლების განმავლობაში გწამლავდა? გაჩუმდი. ხოშორდი აქედან. შენი დანახვა აღარ მინდა. საკმარისია ასიე ფოირას. ამდენი სიძულვილი, ბრაზი და ბოღმა. შენ უდანაშაულო ქალის მოკლას წადე. მეტიც, იქამდე 20 წლის განმავლობაში უსამართლოდ გამოამწყდიე ციხეში. იმედი და სიცოცხლის ხალისი წაართვი. შვილებს დააშორე. კიდევ ამბობ რომ სინდისი მე დავკარგე? ჩინარს ოპერაცია უნდა ჩაუტარდეს, რომ გადარჩეს. მაგრამ ძალიან სარისკოა. ჩინარი კვდება ბატონო ჰალილ. ჩემი საბრალო მეგობარი გამოუვალ მდგომარეობაშია. უმერთო, ეს შეუძლებელია. ნეტავ სიზმარი იყოს. ნება მომეცი ამ სიზმრიდან გამოვიღვიძო. 20 წელი გავიდა ღმერთო. გემუდარები და მეხმარე. რატომ? რატომ უნდა მოკვდეს ის ქალი? რატომ უნდა მოკვდეს ის, როცა ჩემნაირი უღირსი და უგულო ადამიანები არ კვდებიან? როგორც იქნაღი მილის მიზეზი მიეცა. შვილებს დაუახლოვდა. ყველაფერი ჩემი ბრალია. სიმართლე რომ მეთქვა არაფერი დაემართებოდა.
ჩემი დანაშაული როგორ გამოვასწორო? არ გაბედო და ჩემს ქალიშვილს არ შეეხო. შეიძლება ხმა არ ამოვიღო იმ ბოროტებაზე, რასაც წლები ამიკეთებ. მაგრამ უყოყმანოდ მოგტეხ იმ ხელს, რომელსაც ჩემი ქალიშვილის წინააღმდეგ აღმართა. სანამ პირში სული მიდგას. ჩემს შვილებს ხელს ვერავინ დააკარებს. ხედავ გულით, რომ ხელა ბოღმას დაატარებს. იმის მაგივრად, რომ ბოდიში მოგიხადოს, ცდილობს გაგამწაროს. არა, ციხიდან არ უნდა გამოგეშვა. შვილო, ამაზე უკვე ვისაუბრეთ. არ იდარდო, ის ქალი ვეღარაფერს დამიშავებს. მართალი ხარ. ჩემი თავის მიკვირს, რატომ ბრაზობ. ისიც კი დამავიწყდა აქრისთვის მოვედი. მოემზადე ექიმთან მივდივართ. თავს მოვიტყუებთ, შვილო. ექიმთან ვიყავი და გავიგერის იმოსმენაც მინდოდა. სხვა ექიმთან რომ წავიდეთ, ახალს რას მეტყვის? მოდი დროს და ფულს ნუ დავკარგავთ, ჩემო ძვირფასო. ასე რატომ ამბობ, დედა? იქნებ იმ ექიმმა არასწორი დიაგნოზი დაგისვა. იქნებ გამოკვლევების პასუხი მცდარია. ან სხვა ექიმმა სხვა გამოსავალი შემოგთავაზოს. რამდენი გზაც არ უნდა არსებობდეს, ყველა მათგანს ვცდით. შენს გადასარჩენად ყველაფერს გავაკეთებ. დედა, ექიმთან თუ არ წახვალ, რას გააკეთებ? დაჯდები და ცუდ დასასრულს დაელოდები? გთხოვ, ამას ნუ გააკეთებ. ასე არც საკუთარ თავს მოექცე და არც მე. კარგი შვილო. როგორც გინდა ისე მოვიქცეთ. გთხოვ, მოწყენილი ნუ ხარ, დედა. ასეც ვერ გეყურებ. ყველგან გავიკითხე ექიმი, რომელთანაც ახლა მივდივართ, თავისი საქმის პროფესიონალია. ჩემო ძვირფასო. ნახოთ, რას გვეტყვის. ბიცოლა ზუღალ, სად გეჩქარება? დედა ასია სად არის? თავის ოთახში. რატომ იკითხე? ჩინარ ფოირას. მობრძანდით. დედა? რა ხდება რძალო? ჩინარის დაავადების შესახებ რამე გაარკვიე? ყველაფერი გავარკვიე, დედა. ის მკვლელი ხომ არ გვატყუებს, რომ მალე მოკვდება. მოკლედ, ამ დაავადების განკურნების ერთადერთი შანსი ოპერაციაა. ჩინარმა სიმართლე თქვა, დედა. მისი მდგომარეობა ძალიან მძიმეა. როცა კლდიდან გადმოვარდა და თავი დაარტყა, მის ტვინში ანევრიზმა განვითარდა. ამ დაავადების განკურნების ერთადერთი გზა ოპერაციაა. წინა ექიმმა დედა ჩემი ცოტა შეაშინა ოპერაციის გამო, ამიტომ არც თუ ისე კეთილგანწყობილია. თუ ოპერაციას დაუყოვნებლივ არ ჩაიტარებთ, თქვენი მდგომარეობა საგრძნობლად გაუარესდება. ასეთ შემთხვევაში დრო ძალიან მნიშვნელოვანია. რისკი დღითი დღე უფრო იზრდება. რა მოხდება თუ ოპერაცია ხვალ ჩატარდება? რთული სათქმელია. არჩევანი უნდა გააკეთოს. თუმცა პაციენტები ზოგადად რისკზე არ მიდიან. ბევრს სურს, რომ დარჩენილი დღეები საყვარელი ადამიანების გვერდით გაატარონ.
კარგი. და რამდენად საშიშია. ოპერაციის ჩატარებას გულისხმობ. სამწუხაროდ არსებობს იმის საშიშროება, რომ ოპერაციას ვერ გადაიტანს. არის თუ არა გადარჩენის შანსი, ამას მეკითხებით არა? დიახ, არის. თუმცა ძალიან მცირე. მხოლოდ პაციენტს შეუძლია ამ საკითხზე გადაწყვეტილება მიიღოს. მაგრამ შეიძლება ოპერაციით გადარჩეს. ომასია. მაგრამ ამის შესაძლებლობა ძალიან მცირეა. ოპერაციას გაიკეთებს თუ არა, მაინც მოკვდება. ჩინარი კვდება დედა. როგორც იქნა თავიდან მოვიშორებთ. ოპერაცია უნდა გაიკეთო დედა. უნდა გავრისკოთ. არ შემიძლია სეჰერ. ხომ გაიგონე ექიმმა რა თქვა. გადარჩენის ძალიან მცირე შანსია. როგორ დავნებდე, როცა როგორც იქნა ჩემი შვილების გვერდით ვცხოვრობ. არ გეუბნები, რომ უნდა დანებდე. გგონია შენზე უარის თქმა შემიძლია? ხო, რისკი არსებობს, მაგრამ სხვა გამოსავალი არ გვაქვს. დედა, ღმერთი მოწყალია. ჯერა რომ სასწაულს მოახდენს. მან ყველაზე კარგად იცის, რისი გადატანა მოგიხდა. არ გინდა სეჰერ. მაინც ვერ დამითანხმებ შვილო. ნება მომეცი სიცოცხლის ბოლო დღეები ჩემ შვილებთან ერთად გავატარო. წლების განმავლობაში თქვენი ნახვის იმედით ვცოცხლობდი. ახლა მთავარია, რომ თქვენ გვერდით მოვკვდები. არ მინდა მოკვდა. უნდა იცოცხლო დედა. არ შემიძლია ჩემო გოგო. არ შემიძლია. გადარჩენის მცირე შანსისთვის ერთადერთი იმედს ვერ დავთმობ. რაც გინდა მთხოვე. ოღონდ ამას ნუმთხოვ. ჩემო სეჰერ. სიცოცხლეს დავთმობდი, ოღონდ შენს თვალზე ცრემლი არ მენახა. გთხოვასე ნუ მეკცევი. ნეტავ ასეთი ბედი არ მქონოდა. მაგრამ ვერაფერს შევცვლით. ღვთისნების წინააღმდეგ ვერ წავალთ, ჩემო ძვირფასო. არა. ეს მკვლელობაა დედა. ბები ასბრალია რომ კვდები. არ შემიძლია. ბედს ვერ შევეგუები. შენ გარეშე ცხოვრება ვერ წარმომიდგენია. გთხოვ არ მოკვდე დედა. წამოდი შვილო. სუფთა ჰაერზე გავიდეთ. მოდი დედა, მოდი. მოდი. ჩემო ძვირფასო, ჩემო ერთადერთო. შენ სილამაზეს ავადმყოფობაც კი ვერ ჩრდილავს. მაინც ჩემი ერთადერთი და განუმეორებელი დედა ხარ. მეც ასე ვფიქრობ დედა. იცი დღეს შენზე ექთნებიც კი საუბრობდნენ. ჩემო ძვირფასებო. ყველაზე ლამაზი არა, მაგრამ ამ ქვეყნად ყველაზე იღბლიანი დედა ვარ. მიხარია რომ ჩემ გვერდით ხართ. ამ რთულ დღეებს თქვენ გარეშე ვერ გადავიტანდი.
სიკვდილის უფლებას არ მოგცემ, დედა. ის მკვლელი სახელად ჩინარი. ადრე თუ გვიან მოკვდება. მაგრამ დასასრულს ვერ დაველოდებით. გარანტია გვჭირდება. დედა, გეგმა გაქვს? რას აპირებ? ამას მე კი არა. შენ გააკეთე ბრძალო. კარგი? რა თქმა უნდა, თუ ასე გინდა, სიამოვნებით. ჩინარი უნდა დაარწმუნო, რომ ოპერაცია გაიგეთოს. რა? უნდა დავარწმუნო, რომ ოპერაცია გაიგეთოს? ხო. ჩინარმა აუცილებლად უნდა გაიგეთოს ოპერაცია. კი, მაგრამ დედა, რასაც გეტყვი, ის გააკეთე. წადი და ის გველი დაარწმუნე, ოპერაცია გაიგეთოს. კი, მაგრამ რატომ? კითხვებს ნუ სვამბრძალო. ჩინარი დაარწმუნე და მიზეზს მერე გაიგებ. ვინ იცის ამჯერად რა ჩაიფიქრე ქალბატონო ასიე. ნამდვილად რაღაც ისეთი იცი, რაც მე არ ვიცი. ჩინარისთვის კარგს არაფერს გააკეთებ. რადგან ასია დავალებას შევასრულებ. ჩინარს დავარწმუნებ, რომ ოპერაცია ჩაიტაროს. დედა, გთხოვ, კიდევ ერთხელ დაფიქრდი. თავს ცუდად ვგრძნობ. ოპერაციის გაკეთებას რომ არ თანხმდები. გაუგებარი არაფერია შვილო. როგორც ექიმმა თქვა, არ არსებობს გარანტია იმისა, რომ ოპერაციას გადავიტან. რატომ დავკარგო ის ძვირფასი დრო, რომელსაც ამდენი წელია მოუთმელად ველი. გადაწყვეტილება უკვე მივიღე. ვერ ვნახე, როგორ გაიზარდე. თვალზე ცრემლი ვერ მოგწმინდე. შენი სიხარული ვერ გავიზიარე. მაგრამ უფალმა მიიღო ჩემი ლოცვა და შენ გვერდით ყოფნის შანსი მომცა. ნუ მოიწყენ ძვირფასო. ქალბატონო ზუხალ, ყავა მოგიტანეთ. გმადლობ, ჯანანა. გემრიელად მიირთვით. დედა? ჯანანი ყავას შენს მოგიმზადებს და ერთად დავლიოთ. თუ გინდა ბაღში დავსხდეთ, კარგია მინდია. შეწყვიტე ისე მოგცევა, თითქოს არაფერი მომხდარა. რას ამბობ, დედა? რას გულისხმობ? ჩემ დაუნებურად რამე დავაშავე? გითხარი წადი და ის გველი დაარწმუნე, ოპერაცია გაიგეთოს მეთქი. შენ კი ზიხარ და ყავას სვამ. რას ამბობ, დედა? ვიფიქრე ჩინარი რომ მოვა, მერე დაველაპარაკები მეთქი. ნუ ფიქრობ. რაც გითხარი ის გააკეთე. კარგი, დედა. კარგი. სანამ არ დაარწმუნებ, არ დაბრუნდე. ასეთი საჩქარო რა არის? რაც არ უნდა გითხრა, გადაწყვეტილებას არ შეიცვლია რა? სახლში დავბრუნდეთ, შვილო. ბავშვებს ვახშამს მოვუმზადებ. ჩეთინმა ამ დილით ვაზის ფოთლის ტოლმა მთხოვა. იმედია ფიტანს ფოთლების მოხარშვა არ დაავიწყდა. შენ წადი, დედა. მე რაღაც საქმე მაქვს. მოვაგვარებ და მოვა. რა საქმე გაქვს? ერთად მოვაგვაროთ. არა, ბანკში უნდა მივიდე. კომუნალურებს გადავიხდი და წამოვალ. იქ ხომ არ გალოდინებ? კარგი. ჩემზე არ იდართო.
ოპერაცია უნდა გაიკეთო დედა. მას შემდეგ რაც ისევ გიპოვე, ვეღარ დაგკარგავ. ეს უნდა გავაკეთო. ჩინარ. მოდი, დაჯექი. ფეხზე ნუდგა ხარ. გმადლობ. არქშია? გოზლემი მოვამზადე. ჩაი დავაყენე. მოვიტან. არ მშიადაო. მოდი დაჯექი. დილამდე თვალი არ მომიხუჭავს. სულ შენზე ვფიქრობდი. რა მოხდა? რა გითხრა დაო? ცდილობდე და ასე ეს სიტყვები გულთან ახლოს არ მივიტანო და მისი მზერა დავაიგნორო, მაგრამ რაც მთავარია შვილების გვერდით ვარ. მადლობა ღმერთს. სეჰერი როგორ არის? ცოტა დამშვიდდა? არა დაო. ერთი ექიმი იპოვა და მასთან მივედით. ახლა იქიდან მოვდივარ. სახლში ვაპირებდი წასვლას, მაგრამ შენი ნახვა გადავწყვიტე. მერე? ექიმმა რა თქვა? გასაგებია. ღმერთმა გამძლეობა მოგცეს დაო. ბოლოს და ბოლოს ეს შენი ცხოვრებაა. კაბოტონო ჩინარ. ნუ თუ საკმარისი არ იყო რომ 20 წელი თქვენი შვილებისგან შორს იყავით. ახლა ეს უბედურება დაგემართათ. ნეტა უფალს ჩემთვის მოევლინა ეს განსაცდელი. მიუხედავად იმისა, რომ ჩადენილ დანაშაულს ნანობ სიკვდილს თქვენზე მეტად მე ვიმსახურებ. ძმაო? რა მოხდა? რაც მოხდი ხმა არა მოგიღია. არ მგითხო ნედიმ. ნება მომეცი, ჩემ ტკივილთან ერთად ვიყო. იქნებ უფალმა ჩემი სული წაიღოს და ამ ტანჯვისგან მიხსნას. მართლა დაგიფაროს ძმაო, რას ამბობ? მითხარი რა გაწუხებს? კალბატონი ჩინარი. ავადა ნედიმ. ავად? ღმერთმა გამოაჯამრთელო ძმაო. რა სჭირს? განუკურნებელი დაავადება. კალბატონი ჩინარი კვდება. რას ამბობ ძმაო? ძალიან წუხარ. ნეტა რამე შეგვეძლოს. მართალი ხარ დაო, ეს ჩემი ცხოვრებაა. და გადაწყვეტილებაც თავად უნდა მივიღო. საუკეთესო რამ? რაც ახლა შემიძლია გავაკეთო. დარჩენილი დროის ჩემ შვილებთან გატარება. გითხარი ხმას არ ამოვიღებ. წინააღმდეგობას არ გაგიწევ მეთქი, მაგრამ შენს ადგილას რომ ვიყო, სანამ გადაწყვეტილებას მივიღებდი, კარგად დავფიქრდებოდი. მიუხედავად იმისა, რომ ოპერაციით გადარჩენის ძალიან მცირე შანსია. არა დაო. ეს სწორი გადაწყვეტილებაა. სეჰერსაც ვუთხარი არ გეწყინოს მეთქი. ბედნიერი ვარ დაო. დამიჯერე. ჩემი ჩადენილი ცოდვის ფასი ძალიან მძიმეა ნედიმ. ვეღარ ვუძლებ. პასუხისმგებლობა ავიღე და შედეგებზე ვეღარ ვიფიქრე. ჩემ გამო რამდენი ადამიანი დაშავდა. უფალს ყოველდღე ვევედრები სწორი გზა მიჩვენოს და ამ ტანჯვისგან მიხსნას. ძმაო, ნუ ვიფიქრებ იმაზე თუ როგორ გადაურჩი ამ ტანჯვას. გაქცევის გზა უნდა ვიპოვოთ. თანაც სასწრაფოდ. ასეთი ფიქრებით მხოლოდ საკუთარ თავს ავნებ. უნდა დამშვიდდე. მართალი ხარ ნედიმ. მართალი ხარ.
რა მოხდა? ღმერთო ჩემო. ეს ქალი აქ რას აკეთებს? არ მესმის რა პირით მოვიდა. ჩინარ? კარგად ხარ? მე წავალ, შიგნით საქმე მაქვს დაო. რატომ არ მითხარი ჩინარ? ასეთ რამეს თურგუთისგან უნდა ვიგებდე? შენ რატომ არ მითხარი? რა უნდა მეთქვა ზუხალ? ყველაფერი ჩინარ. ყველაფერი. თურგუთმაც და დედა ასიამაც ყველაფერი იცოდნენ. ასე ძალიან არ გინდოდა შენი ავადმყოფობის და ტკივილის გაზიარება. ყველაფერი ერთად არ გამოვიარეთ? დამიჯერე მას შემდეგ, რაც ეს ამბავი გავიგე, განადგურებული ვარ. თავს შენს ადგილას წარმოვიდგენ. კარგი გაბრაზებული და ნაწყენი იყავი, მაგრამ ცხოვრებაში ყველაფერი ხდება ჩინარ. ყველაფერი. მართალია რომ თუ ოპერაციას არ გაიგეთებ, მოკვდები. მართალია ზუხალ. მართალია. ძალიან მძიმე ცოდვა მაწევს მხრებზე ნედი. ძალა აღარ მაქვს რომ კიდევ 20 წელი გავუძლო. ვერ დავუშვებ ქალბატონი ჩინარი მკვლელის სახელით წავიდეს ამ ქვეყნიდან. სიმართლე რაც შეიძლება მალე უნდა გაირკვეს. ქალბატონ ჩინარს დაელაპარაკები ძმაო? ამის დროს მოვა. მაგრამ ჯერ ბატონ თურგუთთან მაქვს სალაპარაკო. ვინაიდან ამ ცოდვას ვიზიარებთ, მანაც უნდა იცოდეს რომ უკან არ დავიხევ. ომერზე რას ფიქრობ? თურგუთი ისევ შენი შვილის სიცოცხლით რომ დაგემუქროს? ჯობია არ დაელაპარაკო. ომერს რამე არ ავნოს. თუ ადამიანობის ნატამალი შერჩა და ჩინარზე გული ოდნავ მაინც შესკივა, შვილით აღარ დამემუქრება. იმედია ძმაო. ღმერთმა ხელი მოგიმართოს. მადლობა. ღმერთი გფარავდეს. შენ ძმაო. შენ წინაშე თავს ძალიან უხერხულად ვგრძნობ. რომ ცოდნა და ავად იყავი, არ გეტყოდი, ჩემთან არ დარჩე მეთქი. უბრალოდ ვცდილობდი დედა ასიეს რისხვისგან დამეცავი. თუ რამე არასწორად გითხარი და გაწყენინე, ბოდიშს გიხდი. მაპატიე. ეს არ არის მნიშვნელოვანი. ცხოვრება ზედმეტად ხანმოკლეა იმისთვის, რომ გულში წყენა ჩაიდო. მიუხედავად იმისა, რომ გვიანია. ამას მაინც მივხვდი. ასე ნუ ამბობ, სიკვდილზე ლაპარაკი ჯერ ადრეა. რადგან ოპერაცია გადარჩენის ერთადერთი შანსია, ამ შესაძლებლობით რაც შეიძლება მალე უნდა ისარგებლო. ფულზე არ იდარდო, საავადმყოფოს ხარჯებს მე და თურგუთი დავფარავთ. მალე გამოჯამრთელდები და ჩვეულ ცხოვრებას დაუბრუნდები. შენ ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანი ადამიანი ხარ. გმადლობ. მაგრამ ოპერაციის გაკეთებას არ ვაპირებ. ძალიან სარისკოა. რას ნიშნავს არ აპირებ ჩინარ? რატომ ლაპარაკობისა თითქოს იმედი გადაგეწურა? რისი იმედი უნდა მქონდეს, როცა ჩემი გადარჩენის შანსი ასეთი მცირეა? ამ საკითხს რამენაირად უნდა მიუდგედაო. იმედი არ უნდა დაკარგო. შენი შვილების გამო მაინც. ოპერაცია უნდა გაიკეთო. ეს გამოსავალია. ბატონ თურგუთთან დალაპარაკება მინდა, თავისუფალია? ვინ ბრძანდებით? ჰალილ ილმაზი.
ისმენთ. ვინ არის? კარგი, შემოვიდეს. რა ხდება ბატონო ჰალილ? თუ იმის სათქმელად მოხვედი, რომ ჩინარზების ზრუნოთ ყვილად შეწუხდი. იმიტომ რომ ახლა ჩინარზე შენზე მეტად შემტკივა გული. ჩემი წყალობით დარჩენილ დღეებს შვილებთან ერთად გაატარებს. ამიტომ ძალიან ბედნიერია. არ ინერვიულო. ტრაბახობ რომ ერთი კარგი საქმე გააკეთე, არა? გონია ეს რამდენიმე დღე 20 წელს ანაზღაურებს, რომელიც მას მოპარეთ. საბრალო ქალი ისე უნდა წავიდეს ამ ქვეყნიდან, რომ თავისი უდანაშაულობა ვერ დაამტკიცოს. ეგ თემა დავხუროთ, ბატონო ჰალილ. ნუ არ ჩაერევი, თორემ წაგებული შენ დარჩები. სიტუაცია შეიცვალა. როცა შეთანხმება დავდეთ, ქალბატონი ჩინარის სიკვდილის პირას არ იყო. მომისმინეთ ბატონო თურგუთ. იმ ტკივილის შემდეგ, რაც მას გადავატანინეთ, ჩვენი მოვალეობაა სიმართლე ვუთხრათ. რას ამბობ ჰალილ? გაგიჟდი? ასე დროს ჩინარს ფაქტების ცოდნა რაში სჭირდება? სწორედ ახლა ამის დრო. მომისმინეთ. ამ საქმეს შემდეგი ცხოვრებისთვის ნუ გადავდებთ. და იმის მაშულებმა გაიგონ, რომ ჩინარი უდანაშაულოა, რათა ქალმა მშვიდად შეძლოს იმ ქვეყნად წასვლა. ჩვენ შევძლებთ დანაშაული ცოტათი მაინც შევიმსუბუქოთ. რა სიტყვით? გამორიცხულია. ჩვენ გარიგება დავდეთ ჰალილ. ეს საიდუმლო ჩვენთან ერთად წავა საფლავში. მორჩა და გათავდა. რაც არ უნდა თქვათ. გადაწყვეტილება უკვე მივიღე. ჩინარს ყველაფერს მოუყვები. გახმოვანებულია მთავარ არხზე. Unutmadım seni. Gözyaşlarım hiç değmesin kurumuş toprağıma. Seni üzmek en son şeydir şu kısa hayatımda. Gözlerindeki o tebessümü görmek için